თავი 5, მუხლი 1, 11. 1 და იყო ვითარერი იგი და ესხმოდა მას სმენად სიტყვას აღმრთისასა და თავად იდგა კიდესა თანატბისა მის გენესარეთისასა. 2 და იხილნა ორნი ნავნი მდგომარენი კიდესა მის ტბისასა, ხოლო მესათხევლენი იგი გამოვიდეს ნავისა მისგან და განხრცხიდეს ბადეთა. 3 და შევიდა ერთსა მას ნავსა, რომელი იყო სიმონისი და უბრძანა მათ ქვეყანით შეერდგინება მცირედ და დაჯდა და ასწავებდა ნავით გამოერსა მას. 4 და ვითარცა დასცხრა სიტყვად ხრქუას მოს, შეავლინე ღრმად და სდევით ბადე თქვენი ნადირობად. 5 მიუგოსმონ და ხრქუა, მოძღვარ, ღამე ყოველ დავშვერით და არარა მოვიღეთ, ხოლო სიტყვთა შენითა გარდაუტეოთ ბადე. 6 და ესე რაყვეს, შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი და განსტკდებოდეს ბადენი მათნი. 7 და წამუყოფდეს, რომელნი იგი იყვნენ ერთსა მას ნავსა, რათა მოვიდნენ და შეეწინեն მათ. და მოვიდეს და აღავსნეს ორნივე იგი ნავნი, ვიდრემდე დაინთქმოდეს იგინი. 8 და ვითარცა იხილა სიმონ პეტრე, შეურდა მულთა იესოსთა და ხრქუა მას, განვეთ ჩემგან, რამე თუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო. 9 რამე თუ განკრება მან შეიპყრა იგი და ყოველნი მისთანანი ნადირობასა მას თევზისასა, რომელი შეაყენეს. 10 ეგრეთვე იაკობ და იოანე, ძენი ზებედესნი, რომელნი იყვნენ სიარნი სიმონისნი. და იესო ხრქუა სიმონს, ნუ გეშინინ, სიმონ. ამიერითგან იყო კაცთა მონადირე. 11 და გამოადგინეს ნავი იგი ქვეყანა და დაუტევეს ყოველი და მისდევდეს მას. უფალი გაურბის დიდებას, ხოლო იგი მით უფრო სდევს მას. როდესაც ხალხი ერთმანეთს აწყდება მის სიახლოვეს, იგი ადის ნავზე, რათა ნავიდან ასწავლოს ზღვის ნაპირას მდგომთ ისე, რომ ყველანი თვალწინ ჰყავდეს და არავინ წავიდეს მის ზურგს უკან. ხოლო იმისათვის, რომ მისი ნავიდან ასწავლიდა, მფლობელი და უჯილდოებელი არ დატოვა. მან ორმაგი წყალობაც კი მოიღო მასზე, მრავალი თევზიც უწყალობა და თავის მოწაფეთაც გახადა. გაგაოცოს წინ დახედულება მუფლისა, თუ როგორ იზიდავს თითოეულს მისთვის ჩვეული და მახლობელი საშუალებებით, მაგალითად, მოგვებს ვარსკვლავის მეშვეობით, ხოლო მეთევზეებს თევზებისა. და აკვირდი ქრისტეს სიმდაბლესაც, თუ როგორ ემუდარება პეტრეს განეშოროს ნაპირს, ვინაიდან სთხოვეს ნაცვლად იგულისხმება ემუდარებოდა, და იმასაც, თუ როგორ კეთილმორჩილი იყო პეტრე, ადამიანი, რომელიც მანამდე არ უნახავს. მან თავის ნავზე მიიღო და ყველაფერში ემორჩილებოდა მას. როდესაც მან უთხრა, რომ სიღრმეში შეეცურა, იგი კი არ დაამძიმა ამან და კი არ უთქვამს, მთელი ღამე ვშრომობდი და არაფერი შემიძენია და ახლა შენ მოგისმენ და ახალ შრომას მივეცემი. არაფერი ამის მსგავსი არ უთქვამს, არამედ პირიქით თქვა, სიტყვითა შენითა გარდაუტეოთ ბადე. ასეთი მხურვალე იყო პეტრე რწმენაში მანამდეც, სანამ ირწმუნებდა. ამიტომაც დაიჭირა მან იმდენი თევზი, რომ ვერ შეძლო მარტომ გამოთრევა, არამედ ნიშნებით მოიწვია თანამონაწილენი, ანუ თემის წევრები, რომლებიც სხვა ნავში იყვნენ. ნიშნების მეშვეობით იმიტომ მოიწვია, რომ უჩვეულო თევზჭერით გაოგნებულს არ შეეძლო ლაპარაკი. შემდეგ პეტრე ღრმა მოწიწებით სთხოვს იესოს ჩამოვიდეს ნავიდან, ამბობს რა საკუთარ თავზე, რომ იგი ცოდვილია და არ არის ღირსი მასთან ერთად ყოფნისა. თუ გინდა ეს გადატანითი მნიშვნელობითაც გაიგე. ნავი არის იუდეველთა სინაგოგა. პეტრე წარმოადგენს სახეს სჯულის მოძღვართა. ქრისტემდე მყოფი მოძღვრები მთელი ღამე შრომობდნენ, ვინაიდან ქრისტეს მოსვლამდე არსებული დრო ღამეა და ვერაფერს მიახდევს, ხოლო როდესაც მოვიდა ქრისტე და დღე დადგა რომაელთა მიმართ 13-12 მოციქულები სჯულის მოძღვართა ადგილას დადგენილნი. სიტყვისამებრ, ანუ მისი მცნებებისამებრ ისვრიან სახარების ბადეს და მრავალ ადამიანს მოინადირებენ, მაგრამ მარტო მოციქულებს არ შეუძლიათ გამოათრიონ თევზებით სავსე ბადე, არამედ თავიანთ თანამონაწილეებსაც და თანამზრახველებსაც იწვევენ და მათთან ერთად ეწევიან. ეს არსებითად ყველა დროის ეკლესიათა მწყემსები და მოძღვრები არიან, ისინი ასწავლიან და უხსნიან რა მოციქულთა სწავლებას, მოციქულებს ეხმარებიან ადამიანთა მონადირებაში. მიაქციეთ ყურადღება გამოთქმასაც ბადის გადაგდება, ვინაიდან სახარება არის ბადე, რომელშიც მდაბლად, უბრალოდ და მსმენელთა უბრალოებასთან მიახლოებულად არის ამბავი გადმოცემული, ამიტომაც არის ნათქვამი, რომ იგი გადაგდებულია. თუ კი ვინმე იტყვის, რომ ბადის გადაგდებით აღნიშნულია აზრთა სიღრმე, ამასაც შეიძლება დავეთანხმოთ. ამრიგად აღსრულდა წინასწარმეტყველი სიტყვა, რომელმაც თქვა, აჰა გამოგზავნი უამრავ მეთევზეს, ამბობს უფალი მათ დასაჭერად.
მერე გამოუგზავნი ურიცხუ მონადირეს და ჩამორეკავენ მათ ყველა მთიდან და ყველა გორაკიდან, კლდის ნაპრალებიდან იერემია 16. მეთევზეები უწოდა მან წმიდა მოციქულებს, ხოლო მონადირენი შემდგომი დროის ეკლესიის მმართველებს და მოძღვრებს. თავი 5, მუხლი 12. და იყო ვითარცა შევიდა იგი ერთსა ქალაქთაგანსა და აჰა კაცი სავსე კეთროვნებითა. ვითარცა იხილა მან იესო დავარდა პირსა ზედაცსა, ევედრებოდა მას და ეტყოდა, უფალო, უკვე თუ გინდეს, ძალგიც განკურნებად ჩემდა. 13. და განყო ელი, შეახო მას და ხრქუა, ნებავს განწმიდენი. და მეხსეულად განეშორა კეთროვნება იგი მისგან. 14. და თავად მან ამცნო მას, რათა არავის უთხრას, არამედ, წარვედ და უჩვენე თავი შენი მღვდელსა და შეწირე განწმედისა შენისაც, ვითარცა უბრძანა მოსე, საწამებლად მათა. 15. და უფროსად მიმოედებოდა მის სიტყვა იგი. და შეკრბებოდა ერი მრავალი სმენად და განკურნებად უძლურებათა მათთაგან მის მიერ. 16. ხოლო თავადი განეშორის უდაბნოდ და ილოცავ. ეს კეთროვანი გაკვირვების ღირსია, ვინაიდან უფალზე ღმრთისათვის შესაფერისი აზრი გააჩნია და ამბობს, უკვე თუ გინდეს, ძალგიც განკურნებად ჩემდა. აქედან ჩანს, რომ იგი ფიქრობს ქრისტეზე, როგორც ღმერთზე. ვინაიდან იგი მოვიდა, არა როგორც ექიმთან, რამდენადაც კეთრი არ იკურნებოდა ექიმთა ხელით, არამედ როგორც ღმერთთან, ვინაიდან მხოლოდ მას ერთს ხელით იფება ამ ტიპის სნეულებათაგან განკურნება. უფალი არც თუ უმიზეზოდ ეხება მას. არამედ რამდენადაც სჯულის მიხედვით, ის ვინც კეთროვანს შეეხებოდა არაწმიდად ითველობდა. სურს რა უჩვენოს, რომ იგი არ საჭიროებს სჯულის მიერ დადგენილი მსგავსი წვრილ-წვრილი მითითებების შესრულებას, არამედ თავადაა უფალი სჯულისა და რომ წმიდა ოდნავადაც არ იბილწება იმისაგან, ვინც უწმიდურად გვეჩვენება და რომ სულიერი კეთროვანება ის ბილწავს, ამ მიზნით ეხება და ამასთან იმისთვისაც რათა უჩვენოს, რომ მის წმიდა სხეულს საღვთო ძალა აქვს, განწმენს და განაცხოველებს, როგორც ჭეშმარიტი ხორცი ღმერთი სიტყვისა. ამცნებს, რომ არ ვეძიოთ ქება მათგან, ვისაც კეთილს ვუყოფთ, არამედ ეხბნება, წადი მღვდელს უჩვენე თავი და შეწირე შესაწირავი მათ მიერ დასამოწმებლად. ვინაიდან სჯული ისეთი იყო, რომ მღვდელი სინჯავდა კეთროვანებს და ადგენდა, განიწმინდნენ თუ არა ისინი და თუ კეთროვანი განიწმინდებოდა 7 დღეში იგი ქალაქის შიგნით რჩებოდა, ხოლო თუ არა განიგდებოდა. ამიტომაც უთხრა უფალმა, წადი მღვდელს უჩვენე თავი და შესწირე შესაწირავი. და როგორი იყო შესაწირავი? 2 ჩიტი ლევიტელთა 14. რას ნიშნავს საწამებლად მათა? ნიშნავს მათ სამხილებლად და განსაკითხავად რათა, თუ კი ბრალს დამდებენ მე როგორც სჯულის დამრღვევს, დარწმუნდნენ რომ მე არ ვარღვევ მას, დარწმუნდნენ იმითი, რომ გიბრძანე შეგეწირა მოსეს მიერ ნაბრძანების შესაწირი. სხვათა შორის შეიძლება ითქვას იმის შესახებაც, თუ როგორ სწირავდნენ ამ ორ ჩიტს ღმერთს. ერთ ჩიტს დაკლავდნენ და მის სისხლს ახალ თიხის ჭურჭელში აგროვებდნენ, შემდეგ ორივე ფრთას მეორე ჩიტისას ასველებდნენ სისხლში და ამგვარად უშვებდნენ ჩიტს ცოცხალს. ამით გამოსახავდნენ იმას, რაც ქრისტეზე უნდა აღსრულებულიყო. ორი ფრთა არსებითად ქრისტეს ორი ბუნებაა, საღვთო და ადამიანური, რომლიდანაც ერთი დაკლული იქნა, ანუ ადამიანური, ხოლო მეორე ცოცხალი დარჩა, ვინაიდან საღვთო ბუნება უნებობაში მყოფობდა, იცხოვრა სისხლოვნებული ბუნებისა და აიღირა ტანჯვა საკუთარ თავზე. უფლის სისხლი მიიღო ახალმა თიხის ჭურჭელმა, ანუ ახალმა ხალხმა წარმართთაგან, რომელსაც უნარი ჰქონდა ახალი აღთქმის მიღებისა. ნახე, როდესაც ვინმე უკვე განიწმინდება კეთრისაგან, მაშინ აღირსი ამ წვენის შეწირვისა, ანუ ქრისტეს დაკვლისა და მღვდელმოქმედებისა, ვინაიდან კეთროვანი და სულით არაწმიდა ვერ გახდება ღირსი შესწიროს ასეთი წვენი, ანუ ხორცი და სისხლი უფლისა, საღვთო ბუნებასთან შეერთებული. და აკვირდი იმასაც, თუ როგორი ენით უთქმელი უპირატესობა აქვს უფალს მოსესთან შედარებით. მოსემ, როდესაც მისდას კეთრი შეეყარა, ვერ შეძლო მისი განკურენა, თუმცა ბევრს ლოცულობდა რიცხვი 12, 10, 15, ხოლო უფალმა ერთი სიტყვით განწმინდა კეთროვანი. და აკვირდი უფლის სიმდაბლესაც, როდესაც ერთ სურდა შეხებოდა მას, როგორი განსაკუთრებული ხალისით ატარებდა დროს უდაბნოებში და ლოცულობდა. ესე იგი ყველაფერში გვაძლევდა მაგალითს, გველოცა განმარტოებით და თავი აგვერიდებინა დიდებისათვის. თავი 5, 17, 26. 17 და იყო ერთსა შინა დღესა და თავადი იესო ასწავებდა მათ.
და სხდეს მუნ ფარისეველნი და სჯულის მოძღვარნი, რომელნი მოსრული იყვნენ ყოვლისაგან დაბნებისა გალილეასა და ჰურიას ტანისა და იერუსალმისა და ძალი ღმრთისა იყო განკურნებად მათ და 18 და აჰა ესე რა კაცთა მოაქონდა ცხედრითა კაცი, რომელი იყო განრღვეულ და უნდა შეღება მისი და დადგმა წინაშე მისა. 19 და ვერ პოეს, ვინამცა შეიღეს იგი ერისა მისგან, აღდეს ერდოსა ზედა და აღიღეს კეცი და შთაუტევეს კაცი იგი ცხედრით ურთ წინაშე იესუსა. 20 და იხილა რა სარწმუნოება მათი, რქვა მას, კაცო, მიგეტევნენ ცოდვანი შენი. 21 და იწყეს განზრახვად მწიგნობართა მათ და ფარისეველთა და იტყოდეს, ვინ არის ესე, რომელი იტყს გმობასა? ვის ეწიფების მიტევება ცოდვათა, გარნა მხოლოსა ღმერთსა. 22 გულისმაყნა იესო გულისზრახვანი მათნი, მიუგო და რქვა მათ, რასა ეგეზრახავთ გულთა თქვენთა? 23 რა უადვილეს არ სიტყვად, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენი, ანუ რქუმად, აღდეგ და ვიდოდე? 24 არამედ რათა უწყოდით, რამე თუ ელმწიფება აქუს წესა კაცისასა ქვეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა და რქვა განრღვეულსა მას, შენ გეტყვ, აღდეგ და აღიღე ცხედარი შენი და წარვეთ სახით შენ და 25 და მეხსეულად აღდგა წინაშე მათსა და აღიღო ცხედარი, რომელსაც ზედა იდვა და წარვიდა სახითსა და ადიდებდა ღმერთსა. 26 განკრება მან შეიპყრნა ყოველნი და ადიდებდეს ღმერთსა. და შიში დაეცა მათ ზედა და იტყოდეს, რამე თუ ვიხილეთ უდიდებულესი დიდება დღეს. მტერთა კრებულის წინაშე უფალს სჭირდებოდა მოემოქმედებინა რაიმე უახლესი სასწაული. ამიტომ ის კურნავს ადამიანს, რომელიც მოურჩენელი სენითაა შეპყრობილი, რათა ამგვარი სნეულებისაგან განკურნებით ფარისეველთა უკურნებელი უგუნურებაც განკურნოს. თავდაპირველად იგი კურნავს სულიერ სნეულებებს, ამბობს რა, მიგეტევნენ ცოდვანი შენი, რათა ჩვენ ვიცოდეთ, რომ მრავალი სნეულება ცოდვებისაგან იშვება, შემდეგ კურნავს სხეულის უძლურებასაც, ხედავს რა მომყვანთა რწმენას. ვინაიდან ის ხშირად ერთ რწმენით მეორეთა ხსნას ახდენს. ფარისეველნი კი ამბობენ, ვინ არის ეს გმობას რომ წარმოსთქვამს? ვის შეუძლია ცოდვების მიტევება ღმრთის გარდა? ისინი ამბობენ რა ამას სასიკვდილო განაჩენი გამოაქვთ მისთვის, ვინაიდან სჯული ბრძანებდა სიკვდილით დაესაჯათ ის, ვინც ღმრთის გმობას წარმოსთქვამდა, ლევიტელთა 26:16. უფალი რათა უჩვენოს, რომ იგი ჭეშმარიტი ღმერთია და დიდების მოყვარების გამო არ ასაღებს თავს ღმერთად, სხვა სასწაულით არწმუნებს მათ. იგი თავად მიხვდა, თუ რას ზრახავდნენ ისინი გულში, აქედან სავსებით ცხადია, რომ იგი ღმერთია, ვინაიდან გულთა მხილაობა ღმრთისთვისაა დამახასიათებელი. პირველი ნეშტთა 28:9, ორი ნეშტთა 6:30. ამრიგად იგი ამბობს, რა უფრო ადვილად გეჩვენებათ ცოდვათა მიტევება, თუ სხეულისათვის ჯანმრთელობის მინიჭება. რა თქმა უნდა, თქვენი აზრით ცოდვათა მიტევება უფრო ადვილია, როგორ უხილავი საქმე და არახელშესახები, თუმცა ის უფრო ძნელია, ხოლო სხეულის გამო ჯანმრთელება უფრო ძნელი გეჩვენებათ, როგორც საქმე ხილული, თუმცა არსებითად იგი უფრო ადვილია. თუმცა მე ერთსაც გავაკეთებ და მეორესაც და სხეულის განკურნებით, რაც თქვენ უძნელესად გეჩვენებათ, სულის განკურნებაში დაგარწმუნებთ, რომელიც თუმცა კი ძნელია, მაგრამ რამდენადაც უხილავია, გიადვილებათ. შეხედე, ცოდვები მიწაზე რჩება, ვინაიდან სანამ ჩვენ მიწაზე ვიმყოფებით, შეგვიძლია ჩვენი ცოდვების გამოსწორება, ხოლო მას შემდეგ, რაც მიწიდან გადავსახლდებით, ჩვენ უკვე აღარ ძალგვით საკუთარი ცოდვების აღსარებს მეშვეობით გამოსწორება, ვინაიდან კარი დახშულია, მაგრამ ამ საკითხს ჩვენ უფრო ფართოდ სხვა მახარებელთა განმარტებისას შევეხეთ, იხილეთ მათე 9. მარკოზი 2. თავი 5, მუხლი 27, 32, 27. და ამისა შემდგომად გამოვიდა და იხილა მეზუერე, სახელით ლევი, მჯდომარე საზუერესა ზედა და რქვა მას, მომდევდი მე. 28 და მან დაუტევა ყოველი და აღდგა და მისდევდა მას. 29 და დაუმზადა ლევი პური დიდი იესოს სახლსა შინაცსა. და იყო კრებული დიდი მეზუერეთა და სხვათა, რომელნი იყვნენ მათთანაინაით მსხდომარენი. 30 და დრტმიდეს ფარისეველნი და მწიგნობარნი მათნი მოწაფეთა მისთა თანა და იტყოდეს, რასაც მეზუერეთა და ცოდვილთა თანას ჭამთ და ვსუამთ. 31 მიუგო იესო და რქვა მათ, არა უმსცოცხალთა მკურნალია, არამედ რომელნი ბოროტსა სენსა შინა არიან. 32 არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა, რათა შეინანონ.
მათე კი არ მალავს, არამედ პირდაპირ აცხადებს თავის სახელს, ამბობს რა, წარვიდო და მიერიეს უიხილა კაცი, რომელიც და საზუერესა მათთეოს სახელი მისი მათე 9, მაგრამ ლუკას და მარკოს მახარებლის მიმართ პატივისცემის გამო, მისი სხვა სახელი გამოაქვთ სააშკარაოზე, კერძოდ კი ლევი. განგაკვირვოს ღვთისკაცთმოყვარებამ, თუ როგორ მიიტაცებს ჭურჭელს ბოროტისა, ვინაიდან მეზვერე ჭურჭელია ბოროტისა და ბოროტი მხეცი. მათ ვინც გადასახადების ამ კრებთა სისასტიკე გამოსცადეს, იციან ეს. ვინაიდან მეზვერენი არსებითად ისინი არიან, ვინც ხალხის მოსაკრებელთა შესყიდვას ახდენენ, რათა ამის მეშვეობით ნახონ სარგებელი და გადაიხადონ შეწოდებათა გამოსასყიდი საკუთარი სულებისათვის. უფალმა არა მხოლოდ მათე შეიძინა, არამედ ცდილობდა სხვა მეზვერეთა შეძენასაც, ვისთანაც სადილობდა. ვინაიდან მან იმიტომაც ინება ეჭამა მათთან ერთად, რათა ისინიც მიეზიდა. დააკვირდი, თუ რა ესმით ფარისევლებს, რომელნიც ბრალს დებენ მას. მეო, ამბობს, მოვედი არა წოდებად მართალთა, ანუ თქვენი, ვინც საკუთარ თავს განიმართლებთ, არამედ წოდებად ცოდვილთა, თუმცა არა იმიტომ, რომ ცოდვაში დარჩნენ, არამედ იმიტომ, რომ შეინანონ და სხვაგვარადც. მე არ მოვსულ ვარ მართალთა მოსაწოდებლად, რადგან ვერ ვპოვებ მათ, ვნაიდან შესწოდა ყოველმა, ფსალმუნი 19:1-3, შესაძლებელი რომ ყოფილიყო მართალთა პოვნა, მე არ მოვიდოდი. მეზვერე კი არის ყოველი, რომელიც მუშაობს ამა სოფლის მეუფისათვის და ხორციელ ხარკს უხდის მას. გემოთ მოყვარე ხორციელ ხარკს სანოვაგით იხდის, მრულში, არაწმიდა კავშირებით, სხვა რამით. როდესაც უფალი, ანუ სახარებისეული სიტყვა დაინახავს მას მჯდომარეს საზვერესთან, ანუ არა წარმატებულსა და წინმავალს და მსწრაფელს უფრო მეტი ბოროტებისაკენ, არამედ თითქოს და უმოქმედოს, აღადგენს მას ბოროტებისგან და იგი გაჰყვება იესოს და მიიღებს უფალს სახლში საკუთარი სულისა. ფარისეველნი კი ქედმაღალი და განკვეთილი ეშმაკები, ვინაიდან ფარისეველი ნიშნავს სხვებისგან განკვეთილს, რტვინავენ იმის გამო, რომ იგი ცოდვილებთან ერთად ჭამს. თავი 5, მუხლი 33, 29, ხოლო მათ ხრქვეს მას, რასაც მოწაფენი იოანესნი იმარხვენ ზედასზედა და ვედრებას ახყოფენ, და ეგრეთვე ფარისეველთანი, ხოლო მოწაფენი შენი ჭამენ და სუმენ. 34. ხოლო იესო ხრქვა მათ, ნუ უკვე ელეციფების ზეთა სიძისათა, ვიდრემდე სიძე მათ თანა არს, რათა ამარხვებდეს მათ. 35. ხოლო მოვლენან დღენი და ოდეს ამაღლდეს მათგან სიძე იგი და მაშინ იმარხვიდან მათ დღეთა შინა. 36. და ეტყო და მათი გავიქცა ვითარმეთ, არავინ სადგმელი სამოსლისა ახლისა და ადგის სამოსელსა ძუელსა, რათა არა ახალიცა იგი განაპოს და ძუელსა მას ვერ შეჰგავს სადგმელი ახლისა სამოსელისა. 37. და არავინ შთაასხის ღნო ახალი თხიერთა ძუელთა, რათა არა განხეთქნეს ღნომან ახალმან თხიერნი იგი და ღნო დაითხიოს და თხიერნი წარწყმდნენ. 38. არამედ ღნო ახალი თხიერთა ახალთა ჯერ არს შთასხმად და ორნივე დაიმარხნენ. 39. და არავინ სუამ ღნოსა ძუელსა და მეხსეულად ხნებაონ ახალი, რამე თუ თქს, ძუელი უმჯობეს არს. ამის შესახებ ჩვენ ვთქვით მათეს სახარების განმართებაში, ხილეთ თავი 9 და მარკოზი 2 და ახლაც ვიტყვით მოკლედ, რომ ძეთა სიძისათა უწოდებს მოციქულებს. უფლის მოსვლა შედარებულია ქორწილს, ვინაიდან მან მიიღო ეკლესია თავის წლად. ამიტომ მოციქულებს არ სჭირდებათ ახლა მარხვა. იოანეს მოწაფეებმა უნდა იმარხულონ, რამდენადაც მათი მოძღვარი სათნოებას შრომითა და ტანჯვით აღასრულებდა. ვინაიდან ნათქვამია, მოვიდა იოანე, არცა ჭამდა, არცა სუმიდა მათე 11-18. ჩემი მოწაფენი კი, როგორც მყოფნი ჩემთან ღმერთ სიტყვასთან, ახლა არ საჭიროებენ სარგებლის მიღებას მარხვისაგან, რადგან ისინი თავად ამისაგან, ჩემთან ყოფნისგან იღებენ სიკეთეს და ჩემს მიერ არიან დაცულნი. ხოლო როდესაც მე მათთან აღარ ვიქნები, ისინი კი საქადაგებლად წარიგზავნებიან, მაშინ კიდეც იმარხულებენ და კიდეც ილოცებენ, რათა მოემზადონ დიადი ღვაწლისათვის და სხვაგვარადაც. ახლა არიან სუსტნი და ჯერ კიდევ არ არიან განახლებულნი სულით. ისინი ძველ ტიკებს და ძველ სამოსს ჩამოჰგვანან. ამიტომაც ისინი არ უნდა დავამძიმოთ რაიმე ძალიან რთული ცხოვრების წესით, ისევე როგორც ძველ სამოსელს არ ადგამენ ახალ სადგმელს. ამრიგად შეგიძლია მიიღო ისე, რომ ძველ ტიკებს მოციქულნი ჩამოჰგვანან, როგორც ჯერ კიდევ სუსტნი, ან შეგიძლია იგულისხმო ისიც, რომ მათ ფარისეველნიც ჩამოჰგვანან.